არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად აი ზრდასრულ ასაკში შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს მისი მშობლის მიერ განხორციელებული გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ემსგავსება მშობელს. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე copy paste-თან ეგრეთ წოდებულ, იმიტომ რომ ადამიანის თავის ტვინი არის როგორც ფოტოაპარატი და კინოაპარატი, ისეც მუშაობს. გარდა იმისა, რომ ის რაღაცა კომპიუტერია, წარმოიდგინეთ თავის ფოლდერები, მეხსიერება, ჩალაგებული შიშები, ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არა მარტო თავისი პირადი გამოცდილება ჩასახვიდან ვიდრე დღემდე. არამედ მის არაცნობიერში არის კოდები და ინფორმაცია მისი წინაპრების და ასე შემდეგ. ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს ადამიანი. და დაბადების შემთხვევაში, როგორც კი იბადება ადამიანი, პირველივე კონტაქტი რო იწყება დედასთან, სუნი, ხმა, სილუეტი, ეს ყველაფერი აღიბეჭდება, იმპრინტირება ხდება, იმპრინტინგი ქვია ამას და ატარებდნენ ეგეთ ექსპერიმენტებს წიწილებზე, რომ იჩეკებოდნენ წინ სათამაშო კრუხი დაუდეს, რომელიც დაქოქეს. და ის სადაც ისე გონათ მერე დედა და იმას დაძებდნენ. ამიტომ რომ პირველი აღბეჭდა ხდება. აი ეს აღბეჭდას აკეთებს და აღბეჭდას აკეთებს აგრეთვე ტვინი გარკვეული გამკლავების მექანიზმების, ურთიერთობის ფორმების და როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირს force majeure-ში, როდესაც გვაქვს ძალიან მძაფრი ემოცია, ვიქცევით ან დედასავით, ან მამასავით, ან იმ ადამიანივით, რომელმაც გაგვზარდა და სადაც ვიზრდებოდით. ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ რეპერტუარში გვაქვს ძირითადად ის ქცევები, არაცნობილ რეპერტუარში გვაქვს, რომელიც გადმოგვეცრა გენეტიკურად და რომელიც ჩვენ დავინახეთ, შევისწავლეთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ აღბეჭდა მოხდა მათში. შეიძლება რა თქმა უნდა მე ვისწავლო, ვიმეცადინო, მართვა ვისწავლო ემოციების შემექცევით, გასაუბრებაზე მოვიდე, ისეთი დასწავლილი ფრაზებით, მაგრამ როგორც კი force majeure-ში აღმოჩნდება ადამიანი, ისევ რა თქმა უნდა გათამაშდება ისევ სცენარი, რა სცენარიდანაც მოდის. ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და ჩვენ ვემსგავსებით ჩვენ მშობლებს და ხშირ შემთხვევაში სცენარი, რაში ჩვენ ვართ, ეს არ არის დეტერმინირებული, არავინ არ იფიქრებს, რომ რაღაც ბედის წერა არსებობს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს არაფერ შუაში არ არის, ეს არის სცენარი, რომელიც და გენეტიკა, რომელიც არ არის მარტო ბიოლოგიური, ანუ აქ არ არის ლაბორატორი ბიოსამედიცინო მდგენელზე, არამედ არის სოციალური და ფსიქოლოგიური, ანუ ხასიათის, პიროვნული მახასიათებლებით, გამკლავების მექანიზმებით, კონტაქტებით, ჯდომის მანერით, ჭამის მანერით, სიარულის, შეიძლება ადამიანი გავდეს ისეთ ახლო შორეულ ან ახლო ნათესავს, რომელიც არც უნახავს არასოდეს.